გამარჯობა ხალხო. დამაცადეთ, განათება ჩავშთა. განათება არის ისა. რა ქვია ამას? შუქი, კი არა და ნათურები რა ვიცი. ეხლა ეს კარებიც დავკეტო, იმიტომ რომ ხმა შეგვაქვს. ეხლა შემოვქანდი სახლში. გასაღები მაგიდაზე არ ვარ გაო, ეს ლელას და ჩუქარი ის როგორ მიყვარს. გასაღებიო მაგიდაზე ამის ტიპეს ჩავდო. ნინო ისაო, კედელზე დააჭედეო და კედელზე დაყიდეო ისინიო, რა ქვია მაგას გასაღებებიო. ერთი ჩემი კინკილა გასაღებია მარტო დასაკიდი და მაგიტო ეხლა კედელი ვაგრიო მე, ინოჩენტე თავის გასაღებს არსად არადებს. როგორც კი შემოვა, ჯერ ხომ მე ვაღებ კარებს და ისა, მაგრამ როგორც კი შემოვა, ჩანთაში იდებს რა, მოკლედ იმის თქმა მინდა და თავის ადგილზეა სულ და მე ვარ პრობლემა. ამიტომ ის რომ მივაჭედო და გასაღები და არა გვაქვს ბევრი გასაღები ჩვენ ორი, მოკლედ არ აღეს რა. თორე ეგ ადრეც ვათვალიერებდი, მაგრამ მე გადავიფიქრე. ხო და ეგრე ნინოს უპასუხე. ეხა ჯერ სხვებს უპასუხო, მოვქანდი ეხა სახლში. გავქანდი გარეთ ჯერ ტერეზას ორივე გოგო იყო, სანამ იმათ ვეხვაჩხვაჩე და ვეფერე, სანამ მერე იქა, სანამ გამივიდა დრო. ეხლა უკვე შუადღეა 12 საათი, ჩემი ქმარი არ ვიცი, სად მამაჩემის მამას, ადრე მამაჩემს ვამბობდი, სანამ ცოცხალი იყო, ყველას მამაჩემთანა ვგზავნიდი და ზოგს ეგონა ხოლმე და ეხლა მამაჩემსთანაც არავის აღარ ავგზავნი. ხო და ჩემი ქმარი არ მობძანებულა და რავიჯერ არ მოვა თუ მოვა აქ ვიქნებით ჩვენ და ვიფიქრე, მოდი ბარემ რაღაცეები ვიყიდე და მოდი კიდე ერთ პატარა ვიდეოს მივცხობ მეთქი. ორ მას გამოვეხმაურო, რეცეპტები ვინც დამიწერეთ. 2 თუ 3. მოკლედ, ერთი რომელიც იყო რომ სავოიარდი ჩაალაგეო იოგურტიო, ვერ ჩავალაგებ, იმიტომ რომ ისა იოგურტია ძველი და იმიტომ ვთქვი რომ რამე ცომისთვის თუ გამოდგება, ისე რომ მივირთვა არ მინდა, დაძველებულია უკვე და ეგ რეცეპტი რომელიც დამიწერეთ, ჩავამაგრე და ისევ ამომაგრდა, არ ვიცი რატომ ჩავამაგრე, რომ მეთქი არ დავკარგო, მაგრამ ვიპოვი და მახსოვს ზეპირად, რომელსაც უნდა ისა კარაქიან მარგარინი, საფუარი, იგი იოგურტი და მაგით რომ იზილება იოგურტია თუ მაწონი თუ რაც არის, მოკლედ იზილება ცომი. ეგ მე მგონი 1 კილო ფქვილზე 9 ლიტრი იოგურტით მგონი დედაჩემი აკეთებდა ხოლმე მაგითი სომხურ ქადას ისე არა როგორც ყველიანებს, მე ყველის გულს უკეთებდა ხოლმე მგონი და მაღაზია როცა გქონდა მზა პროდუქტები, მგონი რომ იქაც კი იყენებდა მაგ რეცეპტს და ყიდიდა ხოლმე ქადებს თუ რაღაცას. მოკლედ და თან რომ დამიწერეთ რომ მაცივარში წინახებაო, მაგას გავაკეთებ, ეხლა მე აუცილებლად მოკლედ გადავწყვიტე და სავოიარდით ვერ გავაკეთებ, იმიტომ რომ კიდევ იმეორება არ მინდა ისე რომ ჭამო რა. ასე რომ მადლობა თქვენ რეცეპტებისთვის და ეგ ძალიან გამიხარდა რა ეგა, რომელიც ცომია და ყველაფრისთვის რომ გამოდგება ხაჭაპურისთვის და ყველა. ხო და გადახვეულ ხაჭაპურს აკეთე, როგორც სომხურ ქადას ისე ჭრიდა მგონი დედაჩემი, მაგ ცომით ყველით. ეხლა მე გამახსენდა რა. ხო და მადლობა თქვენ. დღეს ცომაობის დღე მაქვს, გუშინ გავახალტურე ხო პეჩენიები არ გამიკეთებია, გავიდა იოლას ჩემი ძვირფასი მეუღლე სუხარებით და ძველი პეჩენიებით და ეხა დღეს ამაქვს ცომაობა და ჩემთვის ხო უნდა მოვზილო პური, ინოჩენტეს ორცხობილები და ბარემ მაგ ცომსაც გავაკეთებ, მოკლედ მადლობა. კარტოფილი ვიყიდე, რა ვიყიდეო? ახალი კარტოფილი. ახალი. მე ამას ახალ კარტოფილს ვერ ვეძახი ხოლმე და არ ვეძახი, იმიტომ რომ არანაირ ახალ კარტოფილობას ეს მე არ მიქმნის. უბრალოდ ესეთი ჯიშია თუ პატარებია გადარჩეული ვერ გეტყვით. ამას რას ვაკეთებ? ან ღუმელში ეგრევე კანიანად შევანელებ და ღუმელში თუ ვაპირებ ხოლმე ქათმის ფთები და ესა, თუ არა, ამას ეხლა რას მოუპირებ? მოვხარშავ მარილ წყალში, რომ მოიხარშება, მერე გაცივდება, ასე დავდებ და ზემოდან ასე ჭიქით გავჭყუნავ.
ისე კი არა რომ სულ პიურე გავაკეთო, არა, ისე რომ გასკდეს, კანი გასკდეს. მერე შევაზავებ პილპილი, პაპრიკა, ნივრის ფხვნილი. აი ეხლა იცით რატომ ვიყიდე და რა უნდა გავაკეთო? ლელამ რო გამომიგზავნა კარტოფილის სანელი კარტოფილის თუ მექსიკურის თუ იმით უნდა გავაკეთო. ხო და მერე ვწვავ ამას, გინდათ ღუმელში, გინდათ ტაფაზე. ისე მოწოლს ინოჩემძეს რომ რა გითხრათ და მე ხო თავის მე კარტოფილის ქალი ვარ, არაერთს გინდა იყოს კარტოფილი მაჭამეთ. ასე რომ ხალხო დაკუწული კომბოსტოს წნილი გავაკეთეთ, თქვენთვის არ მიჩვენებია, გუშინ დაიწყო დუღილი, ანუ მარტო მარილი რო უნდა და მეტი არაფერი, თავისივე წვენში ჩავძეკე, ბევრი არ იყო 1 კილო კომბოსტოთი და არ ამჟავდებოდა არაფრით ოთახში მედგა. სითბოში. არ იწყებდა რა დუღილს და იცით რა გავაკეთე? მოცვი კი არა და მოცხარი თუ რაღაცა წვრილი წითელები რო არის, კენკრა, წვრილი, ძახველი, რაღაცა ეგეთი. აი ეგა მქონდა გაყინული, სხვები, შავები და თუთები და თუთა არა, მაყვალი და რაღაცები ამოვჭამე და ეგენი იყო დარჩენილი მჟავე. და 1-2 სუფრის კოვზი გავჩეჩქვე, ცოტა გავჭყუნე და ეგ ჩავაყარე და რა კარგად მოუხდა, ფერიც მისცა. მოვიტანდა გაჩვენებთ. ხო და კომბოსტო ვიყიდე, ეხლა ეს ყველაზე დიდი ავარჩევინე რომ ტოლმა მინდა, ტოლმა. ეს კვირა ხვალი არა, იქითა კვირაში მექნება ქართული კვების კვირეული. მიუხედავად იმისა, რომ 1 კილო მოვიმატე. მეოთხარი აერას ეხლა ნეტა რამდენია, არც მინახია რამდენისა იყო. გული გამისყდებოდა. არ ვიცი რამდენისა. ესა არაფერი რო არ გინდა ვითომ. აი ეს ნარჩენები რო რჩებათ, ნაწილები, ანუ ცუდი კი არ არის, ყველაფერი ძალიან კარგია. ჭრიან ხოლმე ესე ლორი, მოხარშული ლორი, ყველი, შიგნით ავხედავ ცოტა ზეხვეულიც არის. ამას ესე ჭრიან ხოლმე და დაბალ ფასად ყიდიან. ნახევარფასში რა, მოკლედ. აი ახალ ბარკალს რო გახსნიან იმისას ლორი და დასაწყისი ნაწილი რომელიც არის ცოტა უფრო მშრალი და ისა, იმას მოაჭრიან რომ არ უნდა ის ხალხს და აი ამაში მიდის რა, იმას ბრუსკეტებად მათ დაჭრილი. ჭირებად ჭრიან მოკლედ და ესა. ეხლა მე ამას რატო ვყიდულობ? ისედაც თუ გავსინჯავ და თუ ამოვარჩევ და კარგი იყო რამე შევჭამთ ისე. ეგრევეც. ეს ემენტალიაო. კარგია. ხონა. მე ამას რო ყიდულობ, დღეს რო ცომაობის დღე მაქვს, მაგიტომ ვიყიდე. წვრილად დავჭრი ამას და ცომს გავათხელებ. ამას მოვაყრი, მე გადავახვევ, დავჭრი რგოლებად. დავალაგებ ჟარონაზე, ზემოდან ათქვეფილ კვერცხს გადავუსვავ, რომ არ გაიფურჩხლოს და დაიბრაწოს და გადასარევი რულეტები გამოდის ამით. შიგთავს. დღეს ახვალ ან ღომი მინდა ან ჭადი და ვიყიდე შებოლილი. ეს არის შებოლილი ყველი. ხელები არ დამიბანია. ლეტა. ხომაინც უნდა მოუკვდე და რა აზრი აქვს, არა? როდა. შებოლილი კი არ არის, შებოლილი იმაში სიცხეში არის ამოვლებული. სადღა ახლა შებოლილი რამე. ეს კიდე ვერჩინა. ეს კიდე ესეთ ვიყიდე. უი მე წუთი. ნოჩე. ნოჩე. ჰა? Sto facendo il video.
კარგი. Dior. აბე. Che sono di prima qualità. როგორ დამცილის ჩემი კვარინე დაიცოდე. სულ მეუბნება რამე წვენი მიყიდე და მამწვა. დავაი ახლა. გამარჯობა ინა ჩემ. ვაშლის წვენი. ავაჩქარებ ახლა იმას ჩვენებას რა ვიყიდე. ლაქტოზას გარეშე ყველი. Gamargioba. Oh, fa vedere qua che c'è. No, niente, siedi. Gamargioba. Gamargioba. Finalmente qualche giornata buona. Oggi c'è il sole. Non tira vento. Anche ieri era. No, ieri tirava vento. Allora, così carico d'arico carchitre. Quindi sono uscito a farmi una bella passeggiata. Gavedio, cargat gaviseirdeo. Ziario. Come state? State bene tutti quanti? I vostri familiari stanno tutti bene? Papà, mamma, figli, nipoti, eccetera. E chi più ne ha più ne metta. Ogni tanto ci vediamo, Ma non per colpa mia, purtroppo è Ho trovato il pane, non so volevi, non volevi. E io vado. Io. Io pago, me chi devi io da vino da che io dos perché vai interesse, saqqareli mi ara. La amante io non gelo. E chi deve papà non gelo. Mamma mia era, saqqareli mi ara. E io pago. Ai, cacali. Da quando voglio salsa di noce. La portano. Sì, no, aspettarsi un pochino. Cacali იყო, რა ვიცი მე კალიფორნია კაკალი არისო და ნახოთ ნეტარი ისეთი იყოს. Io sogno la California. კალიფორნია. È un giorno კვერცხები ყველგან კვერცხებია, აფრიკაში კვერცხია. ბაჟე, ხალხო, ლელა მყვილად ხო არ გამომიგზავნა სუნელები, ბაჟე. სალათი, აისბერგი. Ragazze, un grazie a chi più volte va ad ascoltare le mie canzoni, perché mi accorgo che i vostri commenti non solo sulle nuove canzoni, ma ci sono adesso anche cominceranno a mettere anche sulle vecchie canzoni. Questo mi fa piacere. Posso? Sì. მეგობრებო, არა, გოგობიჭებო, ragazzi, ეგრე ითქმება, გოგობიჭებო. Ყველანი გოგობიჭები ვართ. Tutti siamo ragazzi qua, ho detto. Oh, per me sono ragazzi. Sì, certo. Io li chiamo ragazzi. Certo. Ragazzi e ragazzi. Anche noi siamo ragazzi. ჩვენც ბიჭე, გოგობიჭები ვართ. ესა გასაკუთრებული კიდე მადლობა უნდა გადაგიხადოთო, ვიგებო კომენტარებიდან, რომ მარტო ახალ სიმღერას კი არა, ძველებზეც რომ მიდიხართ და usmენთ ხოლმეო, ეგ კიდე ცალკე მადლობა. Proprio a lei. Pomidoris salsa, pomodoro. Vai meteda. Può deve rompere tutto. ეს აზიაგო, ეს ჩემთვის არის ეს რომში, კი არა და ელარჯიში წავა. E come sempre io pago. მე კიდე როგორც ყოველთვის ვიხდიო. Un momento. ხვალეო. Non far vedere i soldi qua. No. Io. სიტყვებზე არ გენდობათ რომ მე გითარგმნით და გაჩვენათ რომ მე ჩემი საფულიდან ვიხდიო. Ho tradotto, lo sanno, მე ვთხარ იცი არ მეთქი, ვუთხარი რომ შევიხდი მეთქი. ეს არის შამპურები. Dovete sapere come voi più di una volta avete ascoltato i nostri. Ai, კათმის შამპურები, კათმის ხორცი და კათმის. Noi scherziamo sempre. ჩვენო სულ ხუმრობთო ხალხო. ჩვენო სულ ხუმრობთ. ჩვენ მარტოკებიც რო ვართ, თქვენთვის კი არა, თქვენთვისაც რა თქმა უნდა, მაგრამ ისე მარტოები რო ვართ დილიდან სულ ხუმრობთ ჩვენ. Ho detto anche quando ci alziamo la mattina, cominciamo a scherzare. Era un buongiorno. დილით ვეთყვით, ვესალმებით დილით ერთმანეთს, ბონჯორნოს ვეუბნებით და ინოჩენტე მეტყვის ხოლმე. იყო კარგი დღე, იყო სანამ დაგინახავდიო.
სანამ დაგინახავდი, მანამდე იყო კარგი დღეო და ეხლა რაღაცაო, ხო და ასე ვიწყებთ ხოლმე, მე მივცხებ, ესეც მომცხებს და ვართ ამ დღეში. ეს უნდა იმაზე შევწვა გრილზე და ცოტას მივამატებ ღორის რაღაცა კისერი თუ რავი რაღაცა. კაპოკოლოს რა ქვია, ხო? Va bene. ეგ ხვალე, დღეს თევზია. იმიტომ რომ წუხელ თევზი არ გაკეთებულა ხალხო. წუხელ ბოლო წუთებში მითხრა, ცხლის ნახევარზე მითხრა, რომ არ მინდა ნანა არაფერიო, ჩაი მინდაო და სუხარიო და ჩაი და სუხარი და ის მიირთვა. Come dice lei? Davai, non ci intendete, avrai proprio. Mi sono vestita oggi, è sabato. Ma io mi devo svestire perché comincia a fare caldo. Perché la giornata è bella, come poc'anzi abbiamo detto, la giornata è bella, quindi noi... io comincio un pochino ad alleggerirmi. ცოტა ვამსუბუქებოთ ასაცმეს რაში ამსუბუქა ცოტა თხელი სვიტრი ჩაიცვა თორე და დანარჩენი თბილი კურტკა ისევისიაცია და მე არა მე io mi sono alleggerita მე უკვე იმ შავ ჟაკეტზე გადავედი ხალხო პალტოები და შუბები და ისინი გავიხადე აღარ შემიძლია მაგათი თრევა Ancora una volta vi ringrazio per l'ascolto კიდე ერთხელ მადლობებს გიხდით anche con le vecchie canzoni e mi fa piacere, ribadisco ancora una volta, mi fa piacere che andate a sentire le vecchie canzoni. È sempre bello rispolverare il passato. Comunque, grazie ancora. Tra non molto ci sentiremo con un'altra bella canzone, se Dio vorrà. Se Dio vorrà. E poi si vedrà. E poi si vedrà. Si vedrà se viviamo. Ma visto che YouTube le regole le ha cambiate, quindi se potete condividere con i vostri amici, fatelo volentieri, perché YouTube non... იცით რა სიძახის YouTube-ზე შეიცვალაო ისინიო წესები. Non mi dà le visualizzazioni giuste che dovrebbe dare. კარგი ნიკოსია თეთრი. YouTube-ზე წესები შეიცვალაო იძახის ერთ დღისით ერთ ციფრი საჩვენებს, მეორე დღისით აკლდება ნახვების მოკლება, არაფერთ არ შეიძლება, ხო, უკან ხო არ წაიღებს, თვითონ ალგორითმები ეკეთებენ და რაღაცა იმა თამაშობს ამასთან და იმიტომ გეუბნებათ რომ ისა მადლობას და თუ გააზიარებთო, გაუზიარეთ თქვენ მეგობრებში გააბაზრეთ და გააზიარეთო რა მოკლედ მაგას იცავს. Odetto. Esatto. Va bene, io vi saluto. Grazie sempre grazie. Un abbraccio a tutti quanti voi e alle vostre famiglie. Quindi bye bye. Ciao. Auf Wiedersehen. Goodbye. E in francese. Au revoir. Au revoir. Au revoir. Adesso in georgiano, cargat. Gat, cani e via dicendo. Ciao ragazzi. Ciao. Cargat, innocente. Bovengo. Წავედი ხალხო მეც დაგემშვიდობით ნეტარამდე იწუთი გამოგვივიდა აი არ დამაცდის 20 წუთი ვიდეო არ დამაცდის ხოლმე არ დამაცდის რომ ისა რა ქვია მაგას ნორმალურად ჩემ გემოზე ჩავატარო ხოლმე ვიდეო რამდენი დავხარჯე არ ვიცი ბევრი არ დამიხარჯია ოღონდ იცოდეთ ეს ყველაფერი ალბათ 30 ევრომდეა არც კი არ მივა 30 ევროზე ალბათ ხო რა 30 евро ჩავთვალოთ კვერცხი 1 2 ყველი ის შერეული ყველი და სალუმები ლორი შებოლილი ყველი სამნაირი ყველი ყოფილა ინსალატა კომბოსტო პური ხორცი კაკალი არ არის ბევრი დღეს არ Ho sto dicendo oggi non ho speso assai, mi sembra. E da vedere. E di una fotora. Comunque
უკვე ისე ვარ მიჩვეული რომ გახვალ და 40-50 ევრო გადის რომ 20-30 ევრო უკვე მადლობელი ხარ რომ არ წავიდა. ტობენე. ნეტა კიდე ხარ ეხლა ერთი წუთი, ეხლა მოვალ. რა კარგი რამეა ესა. ვიდეო, ტექნოლოგიები, თქვენთვის ერთი წამიც არ გავიდა და მე სადილობა ჩავატარებ. ხო და რატომ მინდოდა რა დამრჩა სათქმელი უნდა გაცინოთ და ესენი არა მილაგებია მარტო ერთი წვენი გამოვიღე და მივარჩვი რომ სადილზე და პური წავიღე და არჩენი ისევ აქ აყრია ყველაფერი. ვისადილეთ მეთქი ხო თქვი ისადილ ჩავატარე და ეხლა მოვედი სანამ წაწვება ბატონი და რა ქვია მაგას სად დავდო ჩავაგდო არა აქაც არ ჩავაგდო რა ვიცი ხო და ესა მივაწესრიგე ცოტა რა სამზარეულო ისე მივაწესრიგე ქვია რომ მაგიდას რო ალაგებ და გასარიცხებ ჩაყრი გასარიცხებში ხო და რის თქმა მინდოდა ეხლა გუშინ დაურეკა დავავიწყო თქვენ სულა მეთქვა და დავავიწყდა გუშინ დაურეკა თავისმა მეგობარმა რომელსაც აქ დამკრძალავი ბიურო ხო და მე იქით ოთახში ვიყავი და მე ხმა გავიგე სახელი რო უთხრა და ეს იცინის რაღაცას და ნეტა რა უთხრა ეგეთი რამ გაამხიარულა თქო და ეუბნება ცოცხალი ხარო და მომთხრა ჰო რა ვიცი კარგად ავა ცოცხალი ვარ ჯერო და მოსახელე მოკვდა ანუ მოკვდა ადამიანი ამისი ოფილა მამამისის ამისი მოკლედ ინოჩენტეს პაპები ინოჩენტეს პაპა და იმ ადამიანის პაპა იყვნენ ბიძაშვილები ნუ რაღაც მესამე თაობის ბიძაშვილი იყო რომელსაც ნუ აქ არანათესაობენ ძირითადად ხო და რა ქვია მომკვდა იმასა ქვია ინოჩენტე ტრიკარიკო და მოკვდა ხო და ეხლა მანიფესტები ხო არის გაკრული და ეხლა სანამ მანიფესტებს დაინახა მანიფესტი ქვია ისა განცხადებები არის სპეციალური დაფები სადაც აკრავენ სახთანაც ისე ქალაქში რომ ხალხმა გაიგოს და რა თქმა უნდა ისა Facebook გვერდებზეც იფიქრდება და თვითონ ქალაქის გვერდი სადაც არის ოფიციალური დამკრძალავი იქაც ხო არის ეხლა სანამ ადამიანები სურათს დაინახავენ გაცილებით ამაზე დიდი იყო არ ვიცი 90 წამდე იყო რამდენი იყო და სანამ სურათს დაინახავენ ხო ერთმანეთში რო ეტყვენ გაიგე ინოჩენტე ტრიკარიკო მოკვდა გაიგე და ეხლა ნახევარბა ტერლიცმა იცის რომ ინოჩენტე მოკვდა დილას რო გადიოდა მე საღამოთი რო გავედით გუშინ სასეირნო ხო გითხარი დამავიწყდა თქვენთვის მე თქვა მეთქი რეკას ტელეფონი რეკას გადააყენა მანქანა რომ რა ვიცი ვინ არისო და იყო ამისი ბიძაშვილი და იმასაც ძმა მოუკვდა იმასაც ინოჩენტე ეს სახელებს ხო ერთ ატრიალებენ ეგრე იმასავით ხო და ოღონდ ის დედით არის დედით ბიძაშვილები არის ანუ მამიდით რა მამიდით და ის სხვა გვარისაა და არც ტერმიტში არა ცხოვრობენ ზევით ცხოვრობენ ანკონა ხო და ესა და თან უთხრა რომ ისაო გავიგეო რომ ის შენი მოსახელე მოკვდაო და ამან უთხრა პირველი რა იფიქრეო და ჰო შენზე ვიფიქრეო მაგრამ პირდაპირ ხო არ დაგირეკავდი ჯერ გავარკვიეო ხო და იმის თქმა მინდა რომ დილას ახლა დავიწყე ყვირილი მე რომ ჩიტოფონს რო პასუხობთ რომ დარეკავენ ჩიტოფონს დავპასუხობ არ ვიცი ჩიტოფონს ქართულად რა ქვიან თუ ენა არ გავატოკე ჩიტოფონისა არის მის ხმა არის რაღაცა არის ჩავარდნი მოკლედ გასაკეთებელია და მეოთხარი დაურეკე ვიღაცა არის იმას გაძალებულია ძალაზე მაგრამ უნდა დაურეკოვო იმასო დურგალს თუ ვიღაცას რომ შიგნით რაც კარები გარეთ ადარაბები ხო გავარემონტ შეღებეს ამ როდის იყო შარშან შემოდგომას ხო და ეხლა გინდა თუ არა შიგნით კარებები რაც ხის კარებები ხო არის სულ და ეგენი რომ მოვიდნენ და ნუ გალაკონო ძალიან დიდი არაფერი არ ასჭირს რომ ვთქვათ ნორმალურად არის მაგრამ მაინც ხო და
მეოთხე რო აწყვეტილ ხარ ამ დურგალი ამ კარებებს არაფერი არ ჭის აი ამის ხელოსას დაურეკე მეთქი რომ მოვიდეს და ეს ჩიტოფონი გააკეთოს რომ ხანი ზალანდოდან მოდის და ის მიჩიტოფონებს ხან ფოსტა ხან რა არის და ვერ ვიგებ და იმასაც ვერ ესმის მეც ვერ ვიგებ დაურეკა და იქიდან აკოდება ის სიცილი თამარ რო დაუწყო ყვირილი პინუჩო შენახარო და ის იცინის და რა არის კიდე კარგი დამირეკეო დღრა დილასაკეთა ვფიქრობ რომ მოკდიო ხოდა ეხლა იმის თქმა მინდა რომ ინოჩეტე იძახის ეხლა ნეტა გამაგებინა რამდენს გაუხარ და ან რამდენს დავენანეო მერე რა თქმა უნდა რომ გადაამოწმებენ და სურათს ნახავენ და გაერკვევიან რა თქმა უნდა რომ გაერკვევიან რომ ეს არ არის და სხვა არის მაგრამ ფაქტი ის არის რომ დღეს ჩემი ქმარ მეოთხარ ხოდა დილას რო გადიოდა უთხარ შენი ჭირიმე ცოტა ფრთხილად იყავი ვინმე რომ დაგინახოს და მკვდარი ეგონ არ გადავარდეს მეთქი არ გადავარდეს ვინმე მეთქი შეშინებული რომ ეს ხომ მოკვდა და როგორ დადის აქ ხოდა ეგრე ეგ იყო ჩვენ თავს სახალისო არ არის სახალისო მაგრამ მე მაინც ვიხალისე იმიტომ რომ მკვდარიადგაო იმაში რო არის იმერულეს კისებში ხო იცით ეგ წარმოვიდგინე და მეცინება დილასაკეთია და ესეც იცინის მეოთხარი ვაიმე დღეს რამდენი გეტყვის მეთქი რომ ცოცხალი ხარ არა და მე ვიცოდი რომ ორი იყო რატო ვიცით იმაში აფთიაქში რომ მივდივარ ხოლმე აფთიაქში და კომპიუტერში ყავთ აფთიაქში ხო ვართ ყველანი იმაში რა ქართულად ვერ ვიხსენებ ახლა მაგას რა ქვია როდესაც რეცეპტი უნდა გიპოვონ რა ვაში იყოლო ჩვენი მაინც არ მომივა თავში ასე ხო და იქ მეტყვენ ხოლმე რომელ წლიანიაო იმიტომ რომ 2 არისო და 1-ო არისო 37 წელს დაბადებულიო და არა მეოთხარი მაგხელა არა ჯები ქმარ მეთქი და მეგონა რომ ის კაცი დაიღუპა ის მეორე იმიტომ რომ ბოლო ხანებში აღარ უგდებდათ და ალბათ იმ კაცმა ან რა ვიცი არ ვიცი რატო აღარ აგდებდა მეგონა რომ შარშან მოკვდა ის ხო და არა ინოჩენტე მითხრა ეხლა მოკვდაო ხო და ასე რომ გადავრჩით რომ ინოჩენტე ტრიკარიკო ცოცხალიყო ეგრე იყო საქმე ეხლა ჩვენი გეგმები მივალ მოვალაგება ქაურობას მე ცოტა ხანი დასვენება მე არ ვიცი მექნება თუ არა დასვენება იმიტომ რომ ვფიქრობ რომ ხვალე რო პარმიჯანა უნდა გავაკეთო ბადრიჯანი ღუმელში ბადრიჯანი აი სუგოთი და მაკარონით შემწვარი ბადრიჯანი ხო და ძალიან ძვირფასი ბლუდა არის ინოჩენტესთვის და ეხლა მეოთხარი ორ მაგად ძვირფასია იმიტომ რომ ბადრიჯანი ძალიან ძვირია მეთქი და ხო და ეხლა იმიტომ ამბობ რომ არ ვიცი მე დავისვენებ წამოვწვევი თუ არა იმიტომ რომ უნდა გადავწყვიტო დღეს შევწვა ეგ ბადრიჯანი და წინ წავიგდო საქმე თუ ხვალე დილით შევწვა არ ვიცი უნდა მოვიფიქრო თუ გადავწყვიტ რომ უნდა შევწვა უნდა გამოვიცვალო ეგრე ხო არა უყროლდები ეხლა არ ავსუნდი და არ ავყროლდი იმიტომ რომ პასტა და ბალახი იყო და მოხარშე თევზი რომელიც შევწვი გარეთ აივანზე ღუმელში შევაგდე და თვითონვე გამზადდა და მე არ მიჭამია სიმართლე გითხრათ და არ იყო ისა რომ ისა რა სუნი ასულობდა ტანსაცმელს და სახლიც გადარჩა მაგის თქმა მინდოდა წავედი ხალხო წინა კომენტარები გუშინდელ ვიდეოზე ცოტა მატა კომენტარები ერთი იყო არ ვიცი ნანიკო მომსნომერი არა მისამართი მომეცითო და კი იქ დავწერე კომენტარზე რომ ვერ გავიგე ვისი მისამართი გინდათ მეთქი მე უნდა მოგცეთ ვინმეს მისამართი გინდათ ხანდახან არის ხოლმე რომ სახელი შეეშლებათ ხოლმე ხშირად არის რომ ნანიკოს მაგივრად მანანიკოს მიწერენ ან რა ვიცი ეგრე რა ერთი იყო რომ საერთოდ სხვა ბლოგერის კომენტარი იყო ჩემთან და მივხვდი რომ შეეშალა ადამიანს და იმ სხვა ბლოგერს ეფერებოდა ოღონდ ჩემ კომენტარებში რა და რა ვიცი რატო აერია რატო ფიქრობდა რომ სხვას უწერდა და ჩემთან მოვიდა არ ვიცი ხო და იმიტომ ამბობ რომ ვერ გავიგეს ვინმეს მისამართს მთხოვთ მე თუ როგორ იყო ვერ მივხვდი მოკლედ გავერკვევით რა
ეგ მინდოდა სხვა ისეთი კომენტარი საპასუხო მე მგონი რომ არაფერი არ იყო ნინოს კი უთხარი გასაღებს რატო არა ვკიდებ მეტი არ ვიცი ხო და ეგრე ისაო მაგარი ქალი ხარო ნანაო და მაგარი ხარო და ყოჩახი ხარო ხალხო მაგარი ყველა ვართ აი იმასო აყვებიო აყვება აყოლა არისო და ჩაყვებიო და ჩაყოლა არისო როგორც წაუწვევით ამ ცხოვრებას ისე დაგვაწვება იცოდეთ თქვენ ეგ იმიტომ რომ ის რომ არა ვარ მაგარი ალბათ მაგრამ რომ აზროვნება იმიტომ გვაქვს და განსჯის უნარი და ანალიზის უნარი იმიტომ გვაქვს რომ უნდა და არჩევანის საშუალება რაც მთავარია ღმერთმა რომ მოგცა არჩევანის და უნდა ჩვენ თვითონ უნდა ავირჩიოთ როგორ გვინდა მე რო ვიფიქრე და ავფიქრე მე სულ ფიქრობ იმისი არ იყოს სხვა რა საქმე მაგო და ფიქრობ რატომ უნდა ავირჩიო რომ ვიყო ცუდად უხასიათოთ სხვაც გავაუგემურო მე თვითონაც ჩემ თავს დავტირო აი ხო არის არა ხო იფიქრებ ადამიანს რას ირჩევ ხო და თუ ავირჩევ რომ არა ღირს ნანა იმისი არ იყოს მღვდელზე ადრე ჯოჯოხეთში ნუ მიზრებიო ხო იცით თქვენამდე ეგეც გონი რუსული გამოთქომა ხო მე მგონი რუსული აღარ მახსოვს რა ვიცი ხალხო ჩემ თავში იმ და დოხალია კიდე არ გიყვირს ხო და ისა დროზე ადრე მოკლედ პატარა იმისი არ იყოს ისაო ბედნიერებაო წვრილმანებშიაო ეს ის კი არ არის რომ აი და მაინც მართლა იმაშია რომ აი რას შევჭამ გემრიელს და ეგ არის ბედნიერება არა ბედნიერება წვრილმანებში ის არის რომ შენ თვითონ შეძლო რომ ისი ამოვნო და გაგიხარდეს ის წვრილმანები ეს იქნება მზე ეს იქნება კარგი ამინდი ეს იქნება ვიღაცის ღიმილი ეს იქნება კარგი სიტყვა კარგი გამარჯობა კარგი რა ვიცი სასიამოვნო რაღაცა აი ეგენი გაბედნიერებს ადამიანს მე რო ადამიანი ისეთი ბდღვიალა და ლამაზი იყო დღეს ტერეზას პატარა გოგო ისეთი ლამაზი ისეთი საყვარელი იყო აი რანაირად გინდოდა რომ არ მოფერებოდ ისიც ისეთი კარგად რაღაცნაირად ისა ქნდა რა ქვია აი ღუღულა იყო რაღაცნაირი როგორ ავთქვა არ ვიცი ძალიან საყვარელი და რომ მოეფერები ადამიანს რაღაცით გაამხნევებ ისევე როგორც თქვენ რამდენს მიძახით რამდენს მამხნევებ რამდენს ჩემთვის რაღაცას ღმერთს შესთხოვთ რამდენი ლოცვაში მომიხსენიებთ ხო ეს ყველაფერი რა თქმა უნდა მიდის დანიშნულებისამებრ არაფერი არ იკარგება ბუნებაში არაფერი მაგრამ თქვენც ხო გაბედნიერებთ ის რომ ვიღაცაზე ზრუნავთ აი ეგ არის ბედნიერება და არა ის რომ აი რაღაცა ჟინჟილაკები ეგ არ არის ბედნიერება ეგ გაგიხარდება კი რაღაცას გაბედნიერებს რაღაცას ის არის ბედნიერება აი ჩემთვის არ არის ბედნიერება უცხო ადამიანს წყალებში უცხო მაგრამ ჰანაირად არის ჩემთვის უცხო არ არის გინდათ ლელა გინდათ ნებისმიერი ვისაც კი როდის მე რამე გამოუგზავნია ხალხო გინდათ ის მაიკომ რო კაბა გამომიქს განა მე ვინმე დამავიწყება არა ეს ნინო ბიქრია ლელა ნათია ვერო ეს ქალბატონი ლია რომელიც მოკლედ ვეღარც მივწერე რამ ძალიან გულნატკენი დაგვრჩა. არა, განა მე ვაწყენინე რამე, არა ცხოვრებამ ატკინა გული. ხო და მოკლედ იმის თქმა მინდა რომ მე ეს არ არის ბედნიერება რომ შენს მიმართ ადამიანები რომელიც არ გინახავს და როგორ გითხრათ ასეთ სითბოს გამოხატავენ. არა მარტო ისინი ვინც ამანათებს მიგზავნიან, არა, თვითოული თქვენთაგანი, თქვენი კომენტარით, რომელიც მეფერებით, კიდევ მეორე შემომიძახებთ თქვენ, შეიძლება ვერც წარმოიდგინოთ რამ ხელა რამეკეთდება მაგით ჩემთვის. და თქვენთვის მადლი. რამ ხელა აი ვერ წარმოიდგენთ ისეთი ვერ სიტყვა არ არის, აი როგორ ბიძგი მაქვს მაგით მე და ისეთი ვრავიცი
იგრძნობა გულწრფელობა, იგრძნობა ვინც არის ისეთი თაფლი და შაქარი ადამიანები დამიბლოკია, რომ ვერ წარმოიდგენთ, იმიტომ რომ არ იყვნენ ნამდვილი, არ იყვნენ მართალი და იმიტომ თორე ისეთი კარგად იგრძნობა ხალხო, ისეთი კარგი მოდის, როგორც თქვენ გრძნობთ ჩემიდან, რომ თუ მოდის სიმართლე, ნებისმიერი ბლოგერიდან გრძნობს თქვენ, თუ მოდის სიყალბე, თუ მოდის ეს პათოსი უკიდეგანო, რა ვიცი, ბევრია, მე ვგრძნობ მაგალითად. ბევრი ძალიან იბრალებს, რომ ადამიანების ცნობა იცის და ვაი და ვוי, ვაი ადამიანების ცნობა მე რო ვიცი ეგეთი უნდა. ამას შეიძლება ისწავლო, მაგრამ ამას ალბათ ვერი მამა ჩემისგანა მაქვს, მამა ჩემისგან ეგა ალბათ მე ვფიქრობ. დედაჩემიც არის უალღოვო და უინტუიციაო, მაგრამ ეგრე მაქვს. რაღაცას რო ვიტყვი, ინოჩენტე რომც არ ასჯერა ხო, იტყვის ხოლმე, არა, შენ თუ თქვი ეგრე იქნება. რაღაცას დავახეთქებ, ინტუიცია დანა ის რომ მე ნათელმხილველი ვარ და აი რაღაცას ვიცნობ. არა, უბრალოდ ეთყობა ეს არის ინტუიცია, ან არის რაღაცა, არ ვიცი რატო. თუ დაუფიქრებლად რაღაცა დავახეთქე და რაღაცა ვთქვი, არ არსებობს ზუსტად ისეა. მალევე გამართლდება ხოლმე. ნებისმიერი ეს ეხება ხოლმე ძირითადად ადამიანების საქციელს, ეს ეხება ხოლმე ადამიანებთან ურთიერთობებს, ეს ეხება იმიტომ რომ კარგად ამაქვს შესწავლილი ადამიანების ბუნება. ყველა ტიპსაც შევისწავლი და რას გავიგებ, მაგრამ ისე რაც შემხვედრია ადამიანები მე ცხოვრებაში, ძალიან მიყვარს ურთიერთობების გაანალიზება. მიყვარს. მომწონს, რომ მე მარტო არ გამოვდივარ ჩემი პოზიციიდან, არა, აუცილებლად ყოველთვის ვეძებ სხვისი პოზიციიდან იმ ადამიანის, ვინც რაღაცა გააკეთა, რაღაცა მითხრა, რაღაცა ჩაიბარტო, მე არა, ჩემ ქმარსაც. რაღაცა და იმის პოზიციიდან გამოვდივარ, რატო გააკეთა, იმანასე რატო მიფიქრა, რატო მოიქცა. ხონდ ვეძებ ყოველთვის გამართლებას. ეს არა იმიტომ რომ შტერი ვარ და კრეტინი. არა კაცო, მე ისეთი რეალისტი ვარ, ბარე ორი ეგეთი. არა, მე ისეთი კარგად ხედავ შავსაც, ვაიმე, ნუ იტყვით. არა, მაგიტო არა. მაგრამ მინდა რომ მე თუ გამოვა სიმართლე გამოჟონავს და სიბოროტით გააკეთა ვინმე რამე სიბოროტით თქვა, რა თქმა უნდა და მოიშორებ იმ ადამიანს, არ არსებობს. მაგრამ როდესაც ან დაუფიქრებლად, ან თავისი ინტერესიდან, მაგასაც ავპატიობ მე ადამიანებს ხოლმე, როდესაც რაღაცა ინტერესი აქვს, ეგ მე ვიცი რომ ეგ ადამიანურია, ეგ ადეებს ყველაში და ყველას არ შეუძლია სიტყვაზე რომ ალტრუისტი იყოს და მე რო ვარ სიტყვაზე რომ ყველასთვის კარგი ვიყო და ისე და ისა, განა იმიტომ რომ ვცდილობ რომ არა ეგრე მომწონს და იმიტომ ავარ, მაგრამ იცით რა, მე არა ვთხოვ სხვებს რომ ეგეთები უნდა იყვნენ, არა, აი ინოჩენტე მანდ უშვებს შეცდომას. ინოჩენტე ძალიან იტანჯება და ძალიან ხშირად რჩება იმედგაცრუებული და რატომ? ადამიანს აძლევს მთლიანად, აი მთელი გულით, სულით იღებს აბსოლუტურად, აი თუ გადაწყვიტა ის ადამიანი, არა? და იქიდან შესაბამისად არ მოდის, იმიტომ რომ ის ადამიანი სხვანაირია. იმისთვის შენ რომ მიიღე როგორც შვილი, როგორც ძმა, როგორც ისა, იმისთვის ყველაფერი უბრალოდ თავისი ინტერესიდან გამოდის და მე რჩება იმედგაცრუებული, ძალიან გულნატკენი, რომ მე არანაირი ქველი გრძნობები არ მქონდა, მე არაფერი არ მაინტერესებდა, იმან რატო გამომიყენა და ასე შემდეგ. ამიტომ მე სულ ვეუბნები, ნაადრევად ნუ რავის, ნუ მიუშვებ გულთან ასე. ნაადრევად ნუ იზავ. თუ მაინდა მაინც მაშინ უნდა აპატიო ის როგორიც არის და მიიღო ისეთი. მე მაგალითად კიდევ მეორე, მე ადამიანებს აი ის რო ცდილობს რომ გამოგიყენოს, ის ნუ გამოეყენებინები. ის რო ცდილობს რომ თავისი ინტერესები აქვს, მაგებს ავპატიობ და რატო იცით? მესმის რომ ეგ არის ეგეთი ტიპის ადამიანები, მესმის რომ ეგ დევს ადამიანში, ადამიანის ძეში, დევს ეგ. ხო და მასეთ რამეებს თუ არ მინდა რა თქმა უნდა მოვიშორებ იმ ადამიანს, მაგრამ ის რომ აი მაღაზე მოვედაო და საქმეები ურჩიო, არა, მე ჩემი ახსნა და განმარტება მაქვს, ის ასეთია და მურჩა. გინდა მიიღე, თუ გინდა აღიარე და მიიღე. თუ არ გინდა მოშორდი, არ არის პრობლემა, არ არის სავალდებულო და აუცილებელი.
მე ასეთი ვარ, შეიძლება ზოგისთვის მე ვარ, შეიძლება არა 100%-იანი, მე ვარ მიუღებელი, ჩემი როგორ თქვა, ხედვა, ჩემი მცხოვრებელობა, ჩემი აზრები აბსოლუტურად მიუღებელი ადამიანისთვის. იმანაც რა თქმა უნდა მე უნდა მომეშვას და გამერიდოს და ის, მაგრამ ის რომ მე ის რატო ხარ ესეთი არა, ეგ არა მაქვს. ასეთია და მორჩა. მე ყოველთვის ერთი ფრაზა, კიდე რუსული ფრაზაა, მაგრამ თარგმანი. ყოველთვის მქონდა, აი ახალგაზრდობიდანვე, ეხაც ახალგაზრდა ვარ რა, ბებერი ვარ თუ რა არის. ყოველთვის მაქვს ფრაზა ხოლმე. ეს უფრო სიყვარულის ურთიერთობებში, წყვილის ურთიერთობას ეხება, მაგრამ სიყვარული სადაც გინდა მიაბი. უყვართ არა რამის გამო, არამედ მიუხედავად რაღაცისა. Любят не за что-то, а несмотря на что-то. მე მგონი კარგად თარგმნე. და ეს ჩემთვის ეს ნეტა იცოდეთ ვინა თქვა და საიდან მახსოვს. ჩემთან ერთხელ კეიფობდით ჩემი კლასელები და ვიღაცა მოიყვანა თავისი ახლობელი არ იყო ახმეტელი, სადაო თბილისელი იყო ეს ბიჭი, ვიღაცა იყო ერთი ლოდბაზარ ნარკომანი, არ ვიცი, დიდი იყო, ჩვენთან შედარებით მაშინ დიდი ბიჭი იყო, დიდი კაცი იყო რა, ბიჭი. ხო და ნუ ეხლა სუფრაზე ვარ, ვჭავთ, რა ვიცი, ეხლა ჩემთან, სულ ყველა თქვა კეიფობა ჩვენთან იყო. და ისა იმანა თქვა და ეს მაშინ ვიქნებოდი 18-19 წლისა ალბათ და 20 და იქიდან ამაქვს ეს ფრაზა ჩაჭედილი თავში. ამიტომ, როდესაც ადამიანებს უყვარდებათ ერთმანეთი და მერე ერთად ცხოვრდებიან თუ ქორწილდებიან, რა ვიცი, ახლა ყველანაირად როგორც ვისაც როგორ მოწონს ისე მერე არა უკვე აღარ მოწონთ რაღაცეები, ის თვისება აღარ მოწონს, ის თვისება ეგრე არ არის ხალხო. ეგრე არ არის. იმიტომ რომ არა მარტო ის გიყვარს რაც კარგია, არა, ისიც უნდა გაატარო ცოტა ისა ყურებშუა რაც არ მოგწონს. თუ გიყვარს, თუ არ გიყვარს, არაფერიც არ უნდა გაატარო და არაფერი არ უნდა აიტანო. ამიტომ ეგ ჩემი საყვარელი ფრაზა არის, რომ უნდა გიყვარდეს არა რაღაცის გამო, არამედ მიუხედავად რაღაცისა. ეგრე არის ჩემთვის მეგობრობაშიც, იმიტომ რომ შეიძლება არა აუცილებლად ყველას ხო აქვს დეფექტი და თავისი წიკები და თავისი ხასიათი ყველას ხო აქვს. ამიტომ იმ მეგობრობაში თუ გადაწყვეტავ რომ ის შენი მეგობარია და აი 50% მაინც უნდა გქონდეთ თანხვედრა ხო და დანარჩენი ახლა რაღაცა ისეთი რომ უნდა აიტანო და გაატარო და არ უნდა გაუჭედო, მე ეგრე ვფიქრობ, მე პირადად, მე წავედი ხალხებო, თორე მე რომ მოვიქარგები ხოლმე, ვაი, თქვენტერს მე რამდენი ხანი ვიქაქანებ. ასე წავედი ახლა მე, თქვენ კარგ დღეს თუ საღამოს გისურვებთ, სანამ ეს ვიდეო იქნება და აიჭვირდება რა ვიცი მე. ხო, აი ეს, არ ვიცი, გაჩვენეთ, ეს ვიყიდე ხისა. ის ბამბუკისა ხო ვიყიდე, მაგრამ ეს ვიყიდე ხალხო ბარახოლკაზე. არ ვიცი როგორ გითხრათ, ძველმანები რო არის ხოლმე გამოტანილი, აი ძველმან არ ვიცი, ყოველთვის არ არის. ხანდახან არის ხოლმე ძველი რაღაცები და ხანდახან რაღაცებს წავაწყდები. ხო და ეს დავინახე ხისა იყო. კარგად გავრეცხე, დეზინფექცია გავუკეთე. გარეთ ნიავზე მედო რამდენი ხანია, რამდენი დღეა? სამშაბათს ვიყიდე, დღეს რა არის შაბათი. ხო და ეხლა ვფიქრობ, რომ იყიდება სპეციალური ინოჩე ალზალა შარპაზე ნომოდელ კადერ მარია არა მურია დასაცინებლად მიწის და ვეღარ ახედავს უკვე ვერაფერს მარია არა მურია ხო და სპეციალური იყიდება, მაინც ვფიქრობ, რომ ხო იცით ეს ძველ სახლებში, ჩაკეტილში, რომ ნესტს იღებს ხოლმე, არ ვიცი, გალაკულია რამდენად აიღებს, მაგრამ ისა მისასხმელები იყიდება, რომელიც აბსოლუტურად ყველაფერს კლავს, სოკოს, ნესტის ყველაფერს რა. ხო და ის უნდა ვიყიდო. მაგას ვყიდულობდი ხოლმე, ადრე მქონდა სულ, როდესაც მოხდება და ვიყიდი იმას, რა ქვია, მეორადების ფეხსაცმელს, ხო?
აი მეორადების ფეხსაცმელს მაგას ჩაასხავ, დედაჩემი რომ ყიდულობდა, დედაჩემი დადიოდა ხოლმე კვირის ბაზრობაზე ბარში და ძალიან იაფი იყო იქა და ფუთებს აკეთებდა და გზავნიდა საქართველოში და იქა ყიდიდნენ. ხო და ჩვენ თავთან რომ ისავ ყოფილიყავით, ხო? არ მახსოვს 5-6 евро ღირს ის ესეთი მსხვილი ბოთლია და დედაჩემი ყველაფერს ადეზინფექციებდა. ფეხსაცმელებს რა, დასაცმელს არა. ფეხსაცმელს შიგნით ასხავდა, მაშინ მე უყიდე ეგა იქ ჩემ და ისა, იმიტომ რომ ხან წვიმაში ყიდულობდა ხოლმე, ხან ისა და მე აშრობდა და მაინც რო ნაწვიმაში მოყვებოდა და ისა იყო რამე როგორ ვთქვა, შესაძლებლობა რომ შიგნით ან სოკო ან რაღაცა და ძალიან პასუხისმგებლიანი იყო დედაჩემი და მაგას უშხაპუნებდა ყველაფერს, მაგას ადეზინფექციებდა, რომ თავის თავთან მართალი ყოფილიყო რა. ხო და ეგ. ხო და ეხლა ვფიქრობ, რომ ამასაც ეგ მოუხდება მეთქი და თუ მაინდა-მაინც მე შემიძლია კიდეც გადავლაკო. იმიტომ რომ მომეწონა და ვიყიდე. და იცი ამდენი ვირაკრაკე რა. წავედი, ეხლა კი მართლა წავედი, ეხლა დაგემშვიდობებით. წყნარი საათი გვაქვს ჩვენ, მერე ჩავიცმევთ, წამოხდებით, ჩავიცმევთ, გავეზადებით და გავჩვიდებით სასეირნოდ. ზღვისკენ, ზღვას გადავხედავთ რა. წავედით, კოცნით ყველას, აბაჰე და აბახო.